თავდაცვის სფეროში, რეგიონულ დაკავშირებასთან მზად არის თუ ისაუბრეთ ამაზე, რამდენად მზად არის საქართველოს მაპის მისაღები. მინდა ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი შეხვედრა და ზოგადად ნატო საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე განვითარებების ფონზე. რა თქმა უნდა, შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. მნიშვნელოვანი დრო დაუთმეთ საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმას. თითოეულმა დელეგატმა ძალზე დადებითად შეაფასეს ის პროცესი, რაც მიმდინარეობს თავდაცვის სფეროში, ჩვენი კონტრიბუცია ავღანეთში წარმოებულ ოპერაციაში, ასევე თავსებადობის ის დონე, რომელიც ჩვენ ალიანსთან გაგვაჩნია. რაც შეეხება კითხვას, მზად არის თუ არა საქართველოს მაპთან დაკავშირებით, საქართველოს არის სრულიად მზად მიუერთდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. თავისი ყველა შესაძლებლობით. იყო თუ არა საუბარი რეგიონში არსებულ საფრთხეებზე, მათ შორის რუსეთის ფაქტორზე და უკრაინის კონტექსტში, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, იმ საფრთხეებზე, რაც საქართველოს წინაშე დგას, საფრთხეებზე მრავლების წინაშე საქართველოს არის მოწყვლადი, ამდენად ნატო საპარლამენტო ასამბლეას აქვს სავსებით ადეკვატური აღქმა იმისა, რაც დღეს ჩვენს რეგიონში ხდება. საკადროებები და ერთ-ერთი ვინც შეიცვალოს ესეთი ინფორმაცია, რომ არის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანი, ის შესაძლოა გადაიყვანონ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, ხოლო ფანჯიგიძე კვლავ გააგრძელოს თავის დიპლომატიური საქმიანობა. თუ იცით ამის შესახებ და მათ არის შეფასება? სამწუხაროდ არ ვიცით და ვერ შეფასებას გავაკეთებ. საზა My name is Misha Darchiashvili. I'm Deputy Defense Minister of Georgia. It's an honor for us to host the delegation from the NATO Parliamentary Assembly, at the same time supporting Georgia's territorial integrity, sovereignty. For those who are first time in Georgia, I would like to say that we're one of the most probably you heard the numbers, it exceeds 80%